რას უნდა ეკარნახა მუსლიმი მუკით ჰოსეინისთვის, რომ ფერმერი გამხდარიყო? მისი თქმით, ეს მისი ორი ახალგაზრდა შვილის და მატერიალური პრობლემების დამსახურებაა. It was mostly about designer clothes. მიზეზი ის არის, რომ ბევრი საკითხვი გვაწუხებდა. პირველ რიგში შვილების ყოველდღიურობის გაკონტროლება. 5-6 წელი ვიფიქრეთ და ბოლოს სამხრეთში გადმოსახლება გადავწყვიტეთ, სადაც შედარებით მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრებაა. We decided that we are going to move further south to a farm. ჰოსეინი აქ ახალი მისიით გადმოსახლდა. მისია ჩრდილოეთ ვირჯინიაში მცხოვრები 300,000-მდე მუსლიმის ორგანულად სუფრთა, ჰორმონებისა და ქიმიკატებისგან დაცლილი სპეციალურ დიეტაზე გამოზრდილი ცხრის ხორცით უზრუნველყოფაა. I feed them mostly grass and hay. მე მათ უმთავრესად ბალახს და თივას ვაჭმევ. ვცდილობ თივა ადგილობრივი ფერმერებისგან მოვიპოვო, განსაკუთრებით მათგან, ვინც ნიადაგის განოყიერებას ბუნებრივი სასუქით ცდილობს. ჰოსეინი ამბობს, რომ ფერმაში სამუშაოს უმთავრეს ნაწილს თავად ასრულებს. ცხოველების გაზრდით, გამოკვებით, მოვლით თავად არის დაკავებული. მისი თქმით, ჰალალი ნიშნავს ცხოველის დაკვლას არა მხოლოდ მუსლიმური წესის მიხედვით, არამედ მის კეთილად მოპყრობას. ფიქრობ, ცხოველებს, რომელსაც ზრდი, ზუსტად ისეთი მოვლა ჭირდება, როგორც შინაურ ცხოველებს, რომლებიც სახლში ყავს. ჰოსეინს სასოფლო ცხოვრების გამოცდილება ფერმერობამდე არ ჰქონია, მაგრამ ამბობს, რომ ახლად წამოწყებულ ბიზნესს ოპტიმისტურად უყურებს. გარდა მუსლიმი ამერიკელების მზარდი მოთხოვნილებისა ჰალალის ხორცზე, ჯამრთელ ორგანულ ხორცზე თავად ამერიკელების მოთხოვნილებაც მატულობს. ახლა იმდენი შეკვეთა მაქვს, რომ ძლივს ვუმკლავდები. ჩემი პრობლემა არა კლიენტურის მოზიდვა, არამედ ჩემი ფერმის სრულყოფაა. ჰოსეინის თქმით, ის იმ კლიენტურის მოზიდვას ცდილობს, რომელიც ჰალალის მაღაზიებს კარგ რეპუტაციას უქმნის და ჯაჭვს აძლიერებს. ყველა მუსლიმს როგორც წესი ჰალალის ხორცი სურს. ჩვენ მათ თხის, ბატკნის, ძროხის ხორცს ვთავაზობთ ყველაფერს, რაც კი მოიპოვება ამერიკაში. ჰოსეინის მეუღლე საბრინა ასევე ფერმაზე მუშაობს. მისი აზრით, ვირჯინიაში გადმოსვლა ყველაზე ჯანსაღი გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიუღიათ. აქ არ საუბრობენ, რომელი დიზაინერის სახელობითი ფეხსაცმელი გაცვია, მაგრამ საუბრობენ, რა აქვთ დაგეგმილი გარემოს დაცვის კუთხით. აქ ცხოვრების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა, ძალიან მშვიდი და ვფიქრობ ძალიან მშვიდობიანი. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.